მხოლოდ საქართველოში შეიძლება ასეთი რამე ნახო, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის ტელეკამერების წინაშე და მოქალაქეს დებს ბრალს. ოღონდ ბრალს დებს არაფრის საფუძველზე რა. გიორგი ახობაძეს ტიპი გამოვიდა, მოდი ვნახოთ ახლა ეს პატარა მონაკვეთი. ნუ გამოაცხადებთ გმირებად ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს. აი ეს არის ჩემი რჩევა. ეხლა წარმოიდგინეთ, ანუ ეს ხო არ არის რაღაცა გამომძიებელი, პროკურორი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, რომელსაც უყურებს მთელი ქვეყანა და მთელი მსოფლიო. არაერთხელ ვნახეთ, რომ რეაგირებას აკეთებს ამაზე მსოფლიო და გამოდის ტელეკამერების წინაშე და კაცს დებს ბრალს. აი, წულუკიანი რო გამოვიდა და ნანუკა ჟორჟოლიანს რო უჩივლა სასამართლოში და ქალბატონმა წუკომ ბოდიში მომიხადოს, რომ მამა ჩემი შეურაცხყოფისთვისო, იმ კაცისთვის, რომელმაც განაჩენი გამოუტანა ადამიანებს სასიკვდილო განაჩენზეა საუბარი, აი მაშინ როცა საერთოდ ამ კანონის აკრძალვაზე მიდიოდა საქმე, მაშინაც კი ამით იყო დაკავებული. ხო მოითხოვა ბოდიშის მოხდა ცილის წამებისთვის, არა? და დამარცხდება, დარწმუნებული იყავით, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი წააგებს იმ სასამართლოს. ეხლა რო ადგეს ახობაძე და უჩივლოს კობახიძეს, აი ამ ბრალდების გამო. აი სამართლიანი სასამართლო, მურუსიძე ჩინჩალაძის სამართლიანი სასამართლო გამოიტანს იმ განაჩენს, რომ ბოდიში მოიხადოს კობახიძემ და მოიხდის ბოდის, მაინტერესებს. მაინტერესებს რა, როგორ შეიძლება ხალხო ეს ხო არ არის რაღაცა პატარა ბრალდება, მთელი ქვეყნის წინაშე ადამიანს ულახავს სახელს, ხო? პრემიერ-მინისტრი ხარ ყველაფერს რო თავი ჯერ ასეთ დონეზე როგორ უნდა პირდაპირ ხო ცხადყოფს ეს ყველაფერი იმას რომ არის ტიპი დაინტერესებული, ეს გაჩეჩილი კობახიძე არის დაინტერესებული, რომ დააზიანოს ადამიანი. ეხა ის წარმოიდგინე რას გააკეთებდა მაშინ როცა ეს ახობაძე ციხეში იყო და როგორი დაინტერესებულია სხვა პატიმრებზე, ხო? რატო უნდა იცოდეს საერთოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წადი და საქმეს მიხედე ქვეყანა იზოლაციის წინაშე დგას და 1000 პრობლემის წინაშე დგას და ქართველის ადგილი აღარ დარჩა უკვე ქვეყანას წადი და საქმეს მიხედე რა გეახობაძეება საერთოდ ზიხარ და ახობაძეზე იმაშოვ იგონებ ბრალდებას თურმე როგორ პარავდა მორფს ადამიანებს. ამას უნდა აკეთებდეს ეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მართლა მაინტერესებს თქვენ ვინმეს ეს ნორმალური გონიათ? ჯერ ესეთი უკანონობაა ყველაფერს თავი დავანებოთ სასამართლო პროცესზე ეს არ გაუკეთებია გამომძიებელს და ეს არ გაუკეთებია პროკურორს სასამართლოს ხდომაზე არ უთქმულა ასეთი რაღაცა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდიხარ და მოქალაქეს უპირველეს ყოვლის არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ ქვეყნის მთლიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხარ მოქალაქეს როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს ეს ამას არ აქვს მნიშვნელობა შენთვის ყველა უნდა იყოს თანასწორი როგორც ლიდერისთვის ამ უმაღლეს თანამდებობაზეა საუბარი გამოდიხარ და დგახარ და კამერების წინაშე ადამიანს ულახავს სახელს. კიდე გიმეორებთ ეხლა თქვენ კოცებს მაინტერესებს, twin გამორეცხილ კოცებისგან მაინტერესებს. რომ ადგეს ხვალის ახობაძე წავიდეს სასამართლოში და უჩივლოს ამ ბრალდების გამო. ბოდის მოიხდის, აი წუკოსგან მაინტერესებს რა რომ მიდის იქ და უჩივის იმ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილის წამების გამო ბოდიში მომიხადეო. თუ ნანუკას მოახტევინებენ, ბოდის კობახიძეს მოახტევინებენ, თუ არა და გამოვიდეს და დაამტკიცოს, კაცო, დიდი დანაშაულია. ეს დიდი დანაშაულია, თუ ვიღაცას მორფს პარავ, მით უმეტეს ბავშვებს. ეს დიდი დანაშაულია, გამოვიდეს და დაამტკიცოს მაშინ. მაგრამ რა უნდა დაამტკიცოს, ეს მისი საქმე არაა, საქმეც მაგაშია, მისი საქმე არაა. ესენი არიან დიქტატორები, სხედან ტიპები არიან მანიაკალურად დაინტერესებული, რომ ადამიანები დასაჯონ და ადამიანები ჩატოვონ ციხეში და აი ფაქტია რა, ანუ რატო უნდა იცოდეს ახლა ეს კობახიძემ საერთოდ, რატო უნდა ქონდეს თავში საერთოდ ეს აზრი. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ხო? აი არ ვიცი, აი მართლა ორღობეთ ისეთი დაბალი დონის ორღობეთ გადაიქცა საქართველო. აი არ შეგწხვება რა, ცოტა განვითარებული ადამიანი თუ ხარ შეგწხვება უბრალოდ ამას რო უყურებ ტელეეკრანებზე რა.